აი, ჩემს საყვარელ მეგობრებო, დავაანონსე გუშინ, რომ ძალიან პიკანტურ კბილცხარე გემოებით მანგოს სალატს მოგიმზადებით. აი, ჭამით უბრალოდ, აი ჭამით ვერ გაძღებით რა და აი ნახე რამხელა ჯამი მოვამზადე და აი 2-3 დღეში ეს არ იქნება, ვინც ამას გასინჯავს, ისეთი გემრიელია და სახელიც ისეთი ქვია მანგოს სალათი, სახელად ფურორი ხათოსგან, ვისაც ეს რეცეპტი გინდა და დეტალურ რეცეპტს დაგიწერთ, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. ნუ აი ამის სილამაზეს და ამის ფერებს და ვერ აგიღწერთ ეს რა არის. ეს არის გემრიელესი სალათი ხათოსგან, მიყვარხართ. მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო. ახალ წლამდე დარჩა სულ რამოდენიმე საათი და ხელთითზე ჩამოსათველი საათები დარჩა და აქედან ყველას მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და ეხლა უნდა მოგიმზადოთ. აი ძალიან უცხო, პიკანტური, საოცარი გემოებით სალათი ფურორი. ამისთვის დაგჭირდება სადღაც 1.5 კილო ბადრიჯანი, აი ესე თითის ზომებზე დავჭერი, ნახეთ, ამ რაოდენობაზე დაგჭირდება 3 მანგო. ეხლა მე ამას უნდა მოვაყარო მარილი, რასაც თქვენთან ერთად გავაკეთებ, აუცილებლად, მარილი ჭირდება, ესე მარილი უნდა მოვაყარო. რა თქმა უნდა, გავაჩერებ რამოდენიმე ხანი, 9 საათი და მერე გავრეცხავ. უკვე მოვიტანე სიმინდის სახამებელი და სიმინდის სახამებელში ამოვავლებ და შევწვავ და გადავდებ და დანარჩენს მერე მოვამზადებ, დავჭრი მანგოს, ჯადოსნურ სოუსს, ნიგვზიანს და ნუ ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ. აი გავწურე, მარილი მოვაყარე, გავრეცხე, გავწურე, აი ესე არის თითის ოდენობა ხელებზე. ფრი როგორც იმაშება და ცოტა სქელი დაჭრილი და სალფეტკზე დავაფინე და ეხლა კრახმალში ამოვავლებ და შევწვავ. აი ესე კრახმალში გამშრალია, უკვე კრახმალში ამოვავლებთ და ესევე შევწავთ, ძალიან მარტივია. აჰა, ამასობაში სანდრომ შამპანური მომართვა აგერდა, ჩვენ უკვე ვიწყებთ ნელ-ნელა. და გილოცავთ დამდეგ ჩემო საყვარელო გამომწერებო და ესეც დაპირებული სალათი ფურორი ხათოსგან, აი ესეც სალათს, ეს არის საოცრება, ნახეთ, აი შემწვარი ბადრიჯანი, ალყა დაჭრილი წითელი ხახვი, 1 დიდი თავი უნდა, 2 ცალი ბულგარული უნდა, ქინძი უნდა და მანგო. აი ამ კერძის მთავარი ინგრედიენტი, ბროწეული რა თქმა უნდა და ნუ ეს არის საოცრება. ეხლა უყურეთ, აქ უნდა როგორც ფაფასავით ნიგოზი, სუნელებთან დავაბლენდერე, აუცილებლად უნდა ეს და ასევე უნდა ჩემო საყვარელო მეგობრებო, ეხლა გაჩვენებთ საოცრება ესეთი სოუსი. აქ არის თაფლი, ლიმონი, აჯიკა, ქინძი და ცოტა აი ამ პიკანტურობისთვის მუსკატის, ნუ რა თქმა უნდა, ყველაფერს დაგიწერთ. ეხლა ამასაც ჩაუშვა. სანდრო, რატო არ მეხმარები? ერთი ხელით ვიღებ. მოიცა? როგორი მაგარია ეს, ხო, აქ ესე ფაფასავით ნიგოზიც ხო, ანუ გატარებულია ესეთი შენელებული. ფაფასავით ნიგოზი. და აქ ნახეთ დანაყული ქინძთან ერთად აუცილებლად. და ისე წმინდა დანაყული არა, ცოტა მსხვილი ფრაქცია უნდა, ხო? სასწაული, აი ამ სალათს. ცოტა მსხვილი აი ფრაქცია. ვერ მიხვდებით ეს რა არის, ყველა სტუმარს ხო გააოცებ და ეხლა ამოურევ თქვენთან ერთად აი ამას, აი ამ ყველაფერს ამოურევ. რა არის ეს, აი უბრალოდ ჭამით. ჯერ ხო ვერავინ ვერ მიხვდება რა არის. ცოტა დიდი რო არ გამოვიდეს ვიდეო დააპაუზე და რო ამოურევ. და საბოლოო ვერსია გამოვიდა ეს და კიდე სულ ბოლოს მსხვილად დაღერღილ წითელ წიწაკას მოვაყრი აი პიკანტურობისთვის აი ესე და სუფრაზე რომ მიიტანთ შეგიძლიათ კიდევ დამატებით ცოცხალი ბროწეული მოაყაროთ. აი ულამაზესი სალათია და უგემრიელესი, მიყვარხართ.